მე ვარ ალექსანდრე მესხი, 57 წლის, აქედან დაახლოებით 30 წელზე მეტი მუშაობ ბონსაის შექმნაზე. ტერმინი არის იაპონური და ითარგმნება როგორც სცენარე პატარა ქოთანში ან პატარა ლანგარზე. სადღაც მე-19 საუკუნის ბოლოსთვის უკვე ჩამოყალიბდა ეს ტერმინი და ყველა იცნობს ამ კულტურას, როგორც მინიატურული ხეების გაზრდის კულტურას, როგორც სახელით ბონსაი. სადღაც 13-14 წლის ვიყავი საბჭოთა პერიოდში, ტელევიზორში ვნახე ისეთი პატარა გადაცემა, 2 თუ 3 წუთი არც იყო გადაცემა ამ შესახებ. მოსკოვის ბოტანიკურ ბაღში ჰქონდათ ბონსაი და აჩვენეს როგორ კეთებოდა, რანაირი იყო და რატომღაც ახლა არ ვიცი რატო თავში ჩამჩაესა და ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მინდა რომ სერიოზულად დამეწყო რა ამის კეთება, მაგრამ ინფორმაცია საქართველოში არ იყო. მხოლოდ 90 წელს შემთხვევით წავაწყდი რუსულად ნათარგმნ წიგნს და დავიწყე ამით. წიგნი ისეთი არ იყო, აქვია, ცოტა ზედაპირული ისენი იყო, მაგრამ დასაწყისისთვის არ აუშავდა. ამის შემდეგ მე თვითონ ვცდილობდი რომ დამეწყო ბონსაიზე მუშაობა. უნდა გითხრათ რომ სადღაც 10 თუ 12 წელი დამჭირდა რომ მივხვდარიყავი უბრალოდ რა უნდა გამეკეთებინა, იმიტომ რომ წიგნით სრულყოფილი ინფორმაცია არ არის, მაშინ ინტერნეტი არ იყო, ხა წარმოგიდგენთ 90-იან წლებში საქართველოში რა პერიოდი იყო და ახლა ისეც არა მაშინ ბონსაისთვის, მაგრამ ვცდილობდი გამეკეთებინა, რა ძალიან ბევრი ხე გამიფუჭდა და გამიხა, მაგრამ აინც გავაგრძელე და მე ინტერნეტსაც ცოტა ისეთ საშუალება მომცა რა გამოცდილი სპეციალისტების ნახვის რა. თავის სპეციფიკა აქვს ბონსაის რა, ეს ამდენიმე წელიწადი ჭირდება გაკეთება მისას და ყველა ჯის თავისი სპეციფიკა აქვს, როგორ უნდა გააკეთო, რანაირად უნდა გაკრეჭო, როგორ მავთულები დაახვიო. მოდი ეს თუნ აღვნიშნოთ, რომ ახლა ბონსაი ეს არ არის გენეტიკურად ჯუჯამცენარე, თესლს ჩააგდებ და შემდეგ ამოვა რაღაცა მცენარე ლამაზი. ყველაზე რა ყოველთვის ვიძახი, რომ ყველაზე ცოტა დრო რაც დამიხარჯავს, რომ აი რაღაც შედეგისთვის მიღწია, მე არ ვიძახი რაღაცა ისეთი როგორც მომწონს, ეს 4-5 წელია. სცენარი არ არის პლასტელინი. შენ ჭკუაზე ვერადოს ვერ ძერწაო რა და ამიტომ როცა ძირითადად ფორმირება ხდება, ეს არის მავთულების დახვევა და გაკრეჭვა რა. დაახვე მავთულს რაღაცა ფორმას მიცე, მე მავთულს მოხსნე, მე მცენარე იზრდება, უნდა გაკრეჭო და ამ პერიოდში ყველაფერი ვცდილობ რომ ყველა ეს ნიუანსი გაითვალისწინო, რაც უკვე ტრადიციად იქცა ამდენი წელია ამ ბონსაიში, რომ რაღაცა ლამაზი მცენარები იყო. ამიტომ ეს ყოველთვის იწელება დროში, იმის გამო რომ მცენარეს აქვს თავისი განვითარების ციკლი, გაზაფხულიდან მეორე გაზაფხულამდე უნდა გაეროს ეს 4-ვე პერიოდი და ამიტომ ცოტა ხანგრძლივი პროცესი, ცოტა კი არა, კაი ხანგრძლივი პროცესია. თუთა არის ჩემი პირველი მცენარე, რითაც დავიწყე, მიზეზი იყო ერთი, როდესაც წიგნი ვნახე, იქ ეწერა რომ უნდა დაითესოს რაღაცეები და შემთხვევით ახლა პაგესაბურთოლეს მოდიოდი, მაშინ თუთები იყო ეს და დამწიფებული თუთა ეგდო ძირს და წამოვიღე რამდენიმე ცალი და ესენი დავთესე და ემით დავიწყე. დამწყებებს ყოველთვის ურჩევ, რომ ჯობია რომ ესე სწრაფმწარდი მცენარეზე ასე ვთქვათ ისწავლო, როგორ უნდა გააკეთო ბონსაი. სამი კომპონენტია რა ბონსაიში, ეს არის ქოთანი, თვითონ მცენარე და მიწა. კეთება სპეციალური მიწის ნაზავები, ეს ინტერნეტშიც იყიდება, ყველაზე პოპულარული არის ესეთი იაპონური მიწა აკადამა ქვია, რომელსაც იაპონიაში ხშირად ხმარობენ. ყოველთვის როცა მოდის ჩემთან ადამიანი, ყოველთვის ადგილზე კონსულტაცია, შემდეგ გვაქვს 6 გვერდიანი ინსტრუქცია, როგორ უნდა მოუვაროს ამ მცენარეს, აქ ძირითადად ყველაზე მეტი ადგილი ეთმობა მორწყვას. ახლა ატანდა ესეთი ულტიმატუმს უყენებ ხოლმე, ვისაც აჩუქებთ, მეორე დღეს უნდა მოვიდეს ჩემთან, რომ დამელაპარაკოს, რომ კონსულტა აღწევთ. ახლა მიზეზი რა არის? იმდენი დიდი ხშირობაა ჩადებული ამაში, რომ აი ძალიან გული წყდება ხოლმე რა. თავიდან პირველი როცა გამხმარე ხე მომიტანეს, სული გავაყოლე იმას, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ხო ყველა ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მაგრამ ვცდილობ, რომ ესეთ რაღაცეები არ მოხდეს რა. იაპონიაში ერთი სპეციალისტი იმასაც კი ამბობდა, რომ 3 წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ ადამიანმა ბონსაის სწორი მორწყვა ისწავლოს რა, იმიტომ რომ აი ბალანსი რაღაც მე ინტუიციის დონეზე გადის. კი ვეუბნები როგორ უნდა მივხვდე, როდის არის მოსარწყავი რაღაცა, მაგრამ რაც რო გადის, მე ადამიანი ინტუიციის დონეზე უნდა აიყვანოს ეს მორწყვა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბონსაიში რო არ გაფუჭდეს. იაპონია განსაკუთრებული ფენომენია, აბსოლუტურად განსხვავებული ხალხით, აბსოლუტურად განსხვავებული კულტურით. კი ახლა თვითონ ეს კი ვამბობთ, რომ იაპონური კულტურაა ბონსაი, მაგრამ მისი წარმოშობა ჩინეთია. ეს უდავოა, იმიტომ რომ პირველი ისტორიული წყარო ჩინეთში არის ნაპოვნი ფრესკა სამარხში, როდესაც იაპონიაში ბონსაი გავრცელდა, ხო, ეს იაპონელებმა აიყვანეს რაღაც სხვა დონეზე, სხვა მიმართულება მიცეს აბსოლუტურად
პლუს ამას იაპონელებმა ჩამოაყალიბეს ბონსაის მსოფლიო ფედერაცია, როგორც სპორტული ფედერაციების რეგიონებად არის დაყოფილი. და თუ თანამედროვე მსოფლიოში ბონსაი პოპულარულია და ადამიანი იცნობს იაპონელების ამსახურებაა და ამიტომ მთელ მსოფლიოში იცნობა როგორც იაპონურ კულტურას. ტერმინიც იაპონურ, თუმცა ჩინეთშიც არსებობს ეგეთი რაღაცა, ვიეტნამშიც, კორეაშიც, კორეელები იმასაც კი იძახიან, რომ მაგალითად რომ ბონსაი ჯერ კორეაში გავრცელდა და შემდეგ იაპონიაში მხოლოდ, მაგრამ ფაქტია, რომ იაპონიამ გააკეთა ის, რაც ახლა თანამედროვე ბონსაი ქვია და ამიტომ დამსახურებულად ქვია მას იაპონური კულტურა.